საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ნიუ-დელიში იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. სალომე შანშიაშვილი გიამბობთ. ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა უნიკალურმა მემკვიდრეობამ კიდევ ერთი აღიარება ამჯერად ნიუ-დელიში მოიპოვა. ქართული ხორბლის კულტურის ტრადიციებისა და რიტუალების კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანას იუნესკოს კომიტეტის წევრმა ყველა ქვეყანამ მხარი ერთხმად დაუჭირა. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ რეალური წვრა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება შარშან 2024-ში, როდესაც ქართულ ხორბლს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. მეხუთე ნომინაცია, რომელიც საქართველოს მიიღო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, აი ცოცხალი მემკვიდრეობის მატარებელი ჯგუფებისათვის და თემებისათვის. და ყველა ნომინაცია, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. იუნესკოს განმარტებით ქართული ხორბლის კულტურა მოიცავს სრულ ციკლს. თესვიდან პურის გამოცხობამდე უწყვეტი ტრადიციის დაცვასა და შენარჩუნებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების, მათთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების შესწავლასა და შენარჩუნებაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მრავალი წელია მუშაობს. ეს აღიარება სამომავლოდ უპირველესად კიდევ ერთხელ გააზრდის ცნობადობას ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების შესახებ. უფრო მეტად ჩართული იქნებიან მათში ადამიანები, როგორც ბარში, ასევე მხარში. ნომინაცია ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები იუნესკოს განსახილველად გასულ წელს წარადგინა. პროცესს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელობდა, რომელშიც პარლამენტის წევრები, კულტურის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასოციაცია ქართული ხორბალი, სამეცნიერო ინსტიტუტები და თემთა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომიტეტის 24-ვე წევრმა უამრავმა ქვეყანამ, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, აფრიკის ქვეყნები და სხვებმა მხარი დაუჭირა საქართველოს უნიკალურობის და ისტორიულობის აღიარებას ამ მიმართულებით. მადლობა მინდა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯგუფს და ეს არის მეხუთე ნომინაცია, რომელთაც იუნესკო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით გვაღიარებს საქართველოს. ეს არის ჩვენი საქმე, რომ სოფლიოს გავაგონოთ, რომ უდიდესი კულტურის ქვეყანა გვაქვს. ყველას ერთად დგომით მივიტანეთ საქმე იქამდე, რომ იუნესკომ აღიარა და ეს არის მართლა უძველესი კულტურის დიდი აღიარება, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ქართველებს და ჩვენ სამშობლოს ვლოცავ. საქართველო ღვინის შემდეგ ცნობილი ხორბლის უძველესი კულტურითა და ტრადიციებით გახდება. ქვეყნის მნიშვნელოვან სავიზიტო ბარათზე ხელისუფლების პირველი პირები ლაპარაკობენ. მადლობა მინდა გადაუხადო შესაბამის უწყებებს კულტურის სამინისტროს, განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რამდენიმე უწყება იყო ჩართული, არ მინდა რომელიმე გამორჩეს. მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ხორბლის ნაშთები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეული თარიღდება, რითაც დასტურდება, რომ 8000 წელია ღვინის დაყენების ტრადიციის პარალელურად ჩვენს ქვეყანაში ქართული ხორბლის თესვა მოყვანა უწყვეტად გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას პურის და ღვინის უძველეს კერად წარმოაჩენს. გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ხვალ საქართველოს დელეგაცია იუნესკოს დირექტორის ხელმოწერილ სერტიფიკატს მიიღებს, როგორც ოფიციალურ დასტურს, რომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.